Როგორ მივახციოთ ქვეყანაში უფრო მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ეს ტერმინი ინკლუზიურობა პანდემიის შემდეგ დამკვიდრდა არა მხოლოდ ლოკდაუნ გამოვლილ ქვეყნებში, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკაშიც. ინვესტირება მოახდინონ ისეთ სექტორებში, რომლებიც სწორედ აი ამ ინკლუზიურობის ზრდას შეუწყობს ხელს. GeoCases კვლევის მიხედვით საქართველოს უკვე აქვს რამდენიმე ინსტრუმენტი, რასაც ხელისუფლება შეიძლება უფრო ეფექტიანად იყენებდეს იმისთვის, რომ ინკლუზიურობა გაიზარდოს. მათ შორის DCFTA, დიაგონალური კუმულაცია, საქართველოს ლოგისტიკური შესაძლებლობები. GeoCase მთავრობისგან მკაფიო საინვესტიციო ხედვას და სტრატეგიას მოითხოვს. მეტ დეტალს ჩემი სტუმრისგან შევიტყობთ. გურამ ბააკაშვილი მიერთდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით გურამ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გურამ, რას უთვლით თქვენს კვლევას, როგორც აი მთავარ ცენტრალურ მიგნებას? რა არის ასეთი მიგნება აი ამ კვლევის? კეთილი, მოგესალმებით ელენე. პირველ რიგში მადლობა დაინტერესებისთვის და ასევე გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. პირველი, ესე იგი, ჩვენი დოკუმენტი, რომელსაც ყოფ და საფუძველი რა ჩვენი დოკუმენტის შედგენის საფუძველს რასაც წარმოადგენდა, იყო გლობალურად განვითარებული ბოლო 2 მოვლენა, რომელმაც შეცვალა ეკონომიკური მიმართულებები, შეცვალა მიწოდებათა ჯაჭვები და ზოგადად ეკონომიკური მოდელი, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოს მათ შორის არ იყო გამონაკრისი. რა თქმა უნდა, ეს 2 მოვლენა იყო პირველი პანდემია COVID-19-ის და მეორე რუსეთის ინტერვენციის განახლება უკრაინაში. შესაბამისად, ჩვენი ხედვით დაიდენტიფიცირდა და შემუშავდა ის მიმართულებები და ჩვენ შემოვიტანეთ ამ ჩვენს ხედვაში ანგარიშები, მონაცემები, რომელიც საქართველოში აღნიშნულ პერიოდებში ვითარდებოდა. შესაბამისად, ამასთან ერთად ჩვენ ამ ყველაფერსთან დავუხდეთ ის შესაძლებლობები, რომელიც ეკონომიკურად საქართველოსთვის დღეს უკვე არსებობს და რეალურად რა არის ეს შესაძლებლობები და როგორ შეგვიძლია ამ შესაძლებლობების გამოყენება და ასევე მთავარ კითხვას წარმოადგენდა თუ საიდან მომდინარეობს ამ შესაძლებლობების საფუძველი. პირველი ჩვენ რასაც დავეყრდენით, ეს იყო გაეროს 2023 სამიტი, რომელსაც ასევე წინ უძღოდა 2019 წლის სამიტი. აღნიშნულ ორ სამიტს შორის ბევრი მოვლენა განვითარდა, ანუ ზუსტად ეს COVID პანდემია და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იყო აი ამ ორ პერიოდს შორის. შესაბამისად, გაეროს 2023 სამიტი ძალიან ბევრი საინტერესო მიმართულებით წარსდგა ეკონომიკური ზოგადად ქვეყნების წინაშე. და კონკრეტულად რას გულისხმობ ამაში? გაერომ დაიდენტიფიცირა და გაერო გაწევს რეკომენდაციებს ქვეყნებისთვის, მათ შორის ანუ საქართველოს არის გამონაკლისი როგორც განვითარებადი სტატუსის ეკონომიკური ქვეყანა, რომ მან საფუძველი საკუთარ სტრატეგიებს უნდა დაუდოს მეცნიერებისა და მკვლევარების ანალიზზე. გაეროს 2023 სამიტიც და რეპორტიც სწორედ ეფუძნება მეცნიერების კვლევებს. გაერომ შეიმუშავა სტრატეგია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ის რესურსი და ის ადამიანური რესურსი, რომლითაც შემდგარია მთლიანად გაერო, არ იყო საკმარისი და ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა თუ ეკონომიკურ სტრატეგიას შეიმუშავებდნენ მეცნიერები. შესაბამისად, სამეცნიერო დასკვნებზე გამოიტანეს ეს რეპორტი, რომელიც რა თქმა უნდა მიმართული არის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საქართველოსთვის არსებითად, გადამწყვეტი არის, რომ ეკონომიკა განავითაროს. კონკრეტულად ამ ყველაფერში იგულისხმება ბაზრის დივერსიფიცირების პროცესი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის განვითარებადი სტატუსის მქონე ქვეყანამ შეძლოს და მიაღწიოს ბაზრის დივერსიფიცირებას. რა თქმა უნდა, ბაზრის დივერსიფიცირება არ არის ერთი და ორდღიანი პროცესი და ამ ყველაფრის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სტრატეგია. თუ როგორ უნდა წარმართოს ქვეყანამ ბაზრის დივერსიფიცირების პროცესი. და თქვენ ამბობთ, რომ დღეს აი ამ ხედვას და აი ამ საინვესტიციო სტრატეგიას ვერ ხედავთ. და გინდათ უფრო მკაფიო ხედვა და საინვესტიციო სტრატეგია. თუმცა ალბათ მე ამის აღსრულება და ასე შემდეგ ყველაფერი, ხო? აი რატო არის თქვენთვის ამოსავალი აი ეს სტრატეგია? კი ბატონო, ესე იგი ამოსავალი რა თქმა უნდა არის, რომ გავხოთ ეს ორი კითხვა, ანუ საინვესტიციო სტრატეგია უაღრესად მნიშვნელოვანი არის
ქვეყანას გააჩნდეს გაცხადებული საინვესტიციო სტრატეგია და შესაბამისად ინვესტორებს სექტორულ ჭრილში და ინდუსტრიებიდან გამომდინარე თავაზობდეს ინდივიდუალურ საინვესტიციო შეთავაზებებს, რომელიც კორელაციაში იქნება იმ ეკონომიკურ პროგრესთან, რომელ პროგრესას კონკრეტული ქვეყნები განიცდიან, მაგალითად ეხლა რომ შევაჯამოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მაგალითად საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა თუ შემუშავდებოდა და ხელს შეუწყობდა ისეთ სექტორებს, რომელიც ზრდით ხასიათდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევდა დაინტერესებას, რომ საქართველოს მათ შორის იყოს ჩართული იყოს საინტერესო საინვესტიციო კუთხით. შესაბამისად, ის რომ ქვეყანაში ინვესტიციები იზრდება, რა თქმა უნდა, ძალსაღად დადებითი მოვლენა არის, თუმცა ის რომ ბევრად უფრო მდგრადი იყოს აღნიშნული პროცესი, მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ინდივიდუალურად უნდა შედგებოდეს სექტორებისა და ინდუსტრიების ჭრილში. და მეორე უკვე ბაზრის დივერსიფიცირების სტრატეგია რატომ არის მნიშვნელოვანი? გაეროს სამიტიდან გამომდინარე და რეპორტიდან გამომდინარე, გაერო ამბობს და გვაძლევს რეკომენდაციას იმას თუ რამდენად საშიში არის ეკონომიკურად მდგრადი ეკონომიკისთვის ერთ და ან რამოდენიმე ბაზარზე დამოკიდებულება. შესაბამისად, მით უმეტეს ჩვენს კონტექსტში, როდესაც ვთქვათ ტრადიციულად რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება გამოწვევას წარმოადგენს და ვთქვათ აქედან დივერსიფიკაცია, ამ ბაზრისგან დივერსიფიცირება არის ამოცანა. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად და რეალურად ახლა ბაზრის დივერსიფიცირება ასევე კორელაციაში და კავშირში რასთან მოდის. ჩვენ ვიცით ის შესაძლებლობები, მაგალითად ახლა თქვენ ახლა შესავალში ახსენეთ და რომელიც ჩვენს დოკუმენტშიც არის მიმოხილული, DCFTA იქნება დიაგონალური კუმულაცია თუ ლოჯისტიკური შესაძლებლობები. და სხვა ხელშეკრულებებიც ალბათ თავისუფალი ვაჭრობის, რა თქმა უნდა. კი ბატონო. რაც უფრო საქართველოს შეძლებს იმას, რომ ბაზრის დივერსიფიცირება მოახდინოს და სტრატეგია შეიმუშაოს, ბაზრის დივერსიფიცირების და პროცესი გაზარდოს ამ კუთხით, დაინტერესება პირველ რიგში გაზარდოს ბიზნესის მხრიდან, რომ მათ ჰქონდეთ мотиваცია, რომ და ჩვენ ვიცით ნებისმიერი ბიზნესი, რა თქმა უნდა, ორიენტირებული არის მოგებაზე და ის აწყობილი მიწოდება და ჯაჭვები, რომელიც იმპორტ-ექსპორტის კუთხით აქვს მათ განვითარებული, რთულად სავარაუდოა, რომ მათ ესე რაღაც კონკრეტული რეკომენდაციის ჭრილში მხოლოდ მოინდომონ ბაზრის დივერსიფიცირება, ამას ამ ყველაფერს რეალურად ესაჭიროება კონკრეტული საფუძველი, კონკრეტული სტრატეგია, დიახ და სწორედ მანდ ვარ ჩვენ кейსი, რომელიც ხედავთ ყოველ შემთხვევაში პროცესს შემდეგნაირად, რომ მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ეს სტრატეგიები შემუშავებული იყოს ექსპერტების, მეცნიერების მხრიდან, რა თქმა უნდა, თუ აქ იქნება ჩართულობა სახელმწიფოსი, ეკონომიკის სამინისტროს და სხვადასხვა ორგანოების, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ პირიქითაც მოხდეს, რომ ჩართულობა გაიზარდოს, ვთქვათ, მკვლევრების, ვთქვათ, არ ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ამაზე მუშაობენ და ასე შემდეგ. ეს არის თქვენი შეთავაზება, ესე ვთქვათ, მთავარი რეკომენდაცია ამ ნაწილში. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად და ჩვენ ვიცით, არაერთი მაგალითად მათ შორის გამოყოფთ ისრაელის მაგალითს, რომელიც საკუთარი ბიუჯეტის ერთ-ერთ უდიდეს ნაწილს ხარჯავს კვლევებისა და განვითარების მიმართულებით. შესაბამისად, ის რესურსები, რომ მაგალითად ჩვენ ვიცით ახლა რომ მაგალითად ისრაელს ბევრი და დიდი რესურსები სხვადასხვა მიმართულებით არ გააჩნია, თუმცა ქმნის ისეთ პროდუქტს კვლევის და განვითარების კვლევების საფუძველზე, რომელიც მიმზიდველი არის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო წარმოებისთვის. შესაბამისად, საქართველოს ჩვენ ზუსტად ვხედავთ, საქართველოში ვხედავთ აღნიშნულ რესურსს, რომ რატომაც არა, რომ საქართველოს შექმნას ისეთი სტრატეგიები, რომლებიც ბიზნესს დააინტერესებს პირველ რიგში და მათთვის იქნება, მათთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება ბევრად უფრო მარტივი. მინიმუმ იმ ნაბიჯის გადადგმა, რომ რაღაც კონკრეტული წილი, თავისი რაღაც საბაზრო ღირებულების და ზოგადად ბიზნესის მოახდინონ აღნიშნული წილის დივერსიფიცირება და მინიმუმ ცადონ ის ძალიან მიმზიდველი ბაზარი, რომელიც ევროკავშირში არის, როგორც მსყიდველობითი უნარიდან გამომდინარე, ასევე მარჟებიდან და თვითღირებულებებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ იმ შესაძლებლობების განვითარებით, რომელიც გულისხმობს ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, ხო? ანუ მიწოდებათა ჯაჭვის გამარტივებულ და ხელშემწყობი პროცესების წარმართვას. კი, და ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს ევროკავშირის ბაზარია, მაგრამ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა თავისთავად გულისხმობს მათ შორის დივერსიფიკაციასაც, ხო? და ალბათ ამიტომაც არის ხაზგასმული DCFTA, ასე ვთქვათ, თქვენს ანგარიში. წარმატებებს გისურვებთ, გურამ.
და ნახოთ რამდენად ინკლუზიური გახდება ესე ვთქვათ პროცესი და იმ სტრატეგიებზე მუშაობა და რამდენად გაიხსნება ესე ვთქვათ ის ჩაკეტილი ველი, რომელშიც დღესდღეობით სამწუხაროდ ამყოფებს. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა Geocase-ის გუნდს, ბატონ ვიქტორ ყიფიანს, აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში და რა თქმა უნდა, წარმატებებს უსურვებ ნებისმიერ პროცესს, რომელიც ამ კუთხით დაიწყება და განვითარება და მადლობა მედიას ამ თემით დაინტერესებისთვის. მადლობა გურამ. გურამ ბააკაშვილი Geocase-ის ეკონომიკური მიმართულების მკვლევარი იყო ჩემთან ერთად.